ყოფილმა ფეხბურთელმა გატანა. ის გამიძლებს საუგუნს აქეთ რაც შეეხება მოდელთა
ფორმის ვუდი ფერის მაისურობის თამაშობენ ყოველ ერთი ფორმის თამაშობენ სტუმრები დღევანდელ შეხვედრაში. ამ თორში უკვე გაიმართა ორი შეხვედრა, როგორც ტოკე, ორი გული და შეხვედრა პური ცენტრალურ დაფიქსირებას ქუთაისში შედგა ამაშენებელი სახელობის სტადიონზე ტორპედოსა და იბერია 1919 შორის და სტუმრებმა შეძლეს მორიგი გამარჯვების მოპოვება და მინიმალური პაუზა შეძლეს. ასპიდობა დამარცხება მივით ერთი მოიგო, მოხდასაც აქტივი აღმოჩნდა შეხვედრა და შეუძლია მონოლოგია სამართლის შემთხვევაში სინატურის გავსად პოზიციაზე გადაინაცვლოს და შეიძლება ბუნებრივია ის შეხვედრებით, მაგრამ ეს შეხვედრა ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ ერთ-ერთი საინტერესო მოუდაოდ გეოგრაფიაში და კონკურენტები ეთამაშებიან. 1913 მერე გაუშვებრული ანგარიში
უცბად მეერთე წუთზე გახსნა აბუაშვილმა, მერე უკვე მეორე გოლი 64 წუთზე გაიტანა უტაბუზე. ერთი იყო და გადაწყვეტი გოლი სწორდა. იმედი იქონიოს და ვისურვოთ, რომ ეს შეხვედრა საკმაოდ გოლიანი და სანახაობრივი აღმოჩნდეს. მესამე ტური მაინც და მაინც არ არის გამორჩეული ამ და იმ სატარებრივ შეხვედრიდან და პოზიციურად შეეცდება ახლა კონკრეტი დარჩენა. ნახევარზე გაამწვავა თამაში კონტროლი თელი შემადგენლობის უკრაინელი. იაროსლავ კოკლეავის გარდა ახლა მსოფლმეები არიან ნახევარზე და ცდილობენ იქ თამაშის გამწვავა და თემალობებას უნებრივია დაიწყოს და საჯარი სარგებლობები დაუჭირებიანი აქტიურია პირველი წუთიდან პასიო მეორე წუთი იყო მომენტი როდესაც და სწორედ გაკეთებას ხარებაობს საბჭოთა თემალობები არიან ახლა საბჭოთა მაგრამ იქიდან გამომდინარე სულა ყვაობა დაგრესა ეროვნული აუგებლად მხოლოდ იდეა და ბატონია ამ კომიტეტის უკვე დასრულდა მეორე მატჩი გახსოვდა და რა თქმა უნდა საბოლოოდ მეტი აღმოჩნდა გამარჯვებული აქვს მოლოკო ობიაბუსი და ისევ მასტურბები ისევ ინიციატივა სწორედ კონკრეტის მხარეს არის აბუაშვილი ძალიან აქტიურად იწვევს ხალხს 2-1 მოიგო პონტურბა გუნდმა რამდენიმე მოგებული მატჩის შემდეგ აღმოჩნდება წარმატებული სოციალური თამაშის კარგად თუმცა ძილობება ფოტოთაიერში ხარებავა ნახოთ გაგრძელება როგორი იქნება ზურაბიანმა ბოლომდე იბრძოლა ამბურთის და ახლა ჩააწვის საჯარიმოში და გამოიტანეს აქ ძალიან მწვავე ზონიდან და კერძოდ ეს ყოველივე ვადოვითომა და გაკეთეს ამ შეტევისას და ძალიან სახიფათოდ ახერხებს მინახავს მოიპოვა კონკრეტ ამბულაჟის განმავლობაში მათემატიკური ნიშნულობა გაიზარდა ბუნებრივია. ჯავაზე პარტი გადაიტანა კვლავ თამაში თეორიული დირიდარული თამაში გადაიტანა ნახევარზე აღჭურვილობა ბოლოს სტატის პოზიციებში ჯავაზე თამაშობს მე ფაჩულია ჯივიზე შეიძლება ამბოზე თამაში უბიშვილი ნახევარზე უკვე თან კაპიტანი გეხარშუაზე და პირველი ახი უკვე იღო თამაში შეიძლება ფავორიტ გუნდებს შეგვიძლია არაჩვეულებრივ სერიას წაუგებელი მატჩებისა და გუშინდელი მოგებული შეხვედრა გაზარდა თავის წაუგებელი პასარმატების სამი გოლი დაასრულა მაგრამ ბოლო პერიოდში შეძლო ძალიან მნიშვნელოვანი გადროვა და შეგება და 23 გოლი თავისი შეხვედრა თეორიულად ძალიან აქტიური პრესინგი ერთ-ერთი იშვიათი გოლწოდებიდან გამომდინარე წექიოვანი თეორიულად შექმნა კონტექსტთან მაგრამ თუ რამდენიმე წამი განმავლობაში ყოველივე და კონკრეტ ამ პოზიციებში სივრცეები დაუდგა და გაფიდა წვავე და აღარ გამოვიდა ამ შეხვედრაში მასივრელ გუნდს საუბრეთ იბერიაზე, დილაზე, დაბატზე, ახუთის გადამეტების და კალიდასისა, მაგრამ და მიუხედავად მაღალი ტემპის მაგრამ ის უნდა აღვნიშნოთ ასევე რომ გარდა კონკრეტული გამოჩენილ და არა მარტო ამ სეზონში, გასულ სეზონში აბუაშვილი ერთ-ერთი საუკეთესო იყო შემადგენლობაში და ყველაზე აქ საკუთარ ნახევარზე კონტექსტში მოთამაშეები პატარა შეტევებს. რაფორტიელებს ამბოლოტალებს და ხშირი პაუზები არ გვაქვს ხოლმე შენელდა შეხვედრა მაგრამ დარწმუნებულია სულ მცირე აღნიშნულ სავარაუდოდ ამ შემთხვევაში ორივე გუნდის თავარი მიზანი რაღაც სავარაუდოდ თავისი იდეა ორივე გუნდის სამი შეგაცემს კონკრეტ გაუტანაბრდება ხელავს ასე ვსაუბრობ სატურნირო სულში დაიწყება 11 ქულა ერთდროულად სამი მინიმუმ და თუ მოიგებს
თელავი ამ შემთხვევაში თელავი მოახერხებს ერთდროულად ორ გუნდს გადავიდოს საფეხბურთოში და საკმაოდ ვაღი თამაშია სადაც აქტიურად უსწრის ფანებს და საფეხბურთო მოთამაშეების საფეხბურთო ფანს და ბოლოსინა შეხვედრა ამბობისა კლად მონიშნული დასრულდა ასე ორი გუნდმა მოახერხეს გოლების გადატანა შეხვედრა მოგზაურობა მაგარიში ყველაზე უკრული გოლი დაშვებული ყველა 20 გოლია აქ აბუაშვილია ბარსელონა შეხვედრაში 37 მეტრე გრძელდება ყოფეთის ეს იერიში, კარგად თამაშობს ორდუარის და გამოაქვს უსწავლესი ზონიდან, გრძელდება ეს შეტევა, ჩაწოდება საჯარიმოში, მაღალი მუხტი გაუშვეს ყოფეთის მოთამაშე და ფილაუმად იმავე სტილში ჩაწოდებული სადა რომ ფონდ გასულიყო და საფეხბურთო შეიქმნა მას მიზოთა კართან აკცენტული ხმადის შენარჩუნებას რადგან ამ სეზონში ის არის ახალ თავარი დანი და მეცხრე და სეზონში და შეინარჩუნა რასაც ყოფეთისა და თავარი დანი ცეცხლება ის რომ შეინარჩუნა ლიგაში ფაქტია რომ კლუბებისა მაინც ალბათ ლიგიდან ამ ბოლო 7 წუთების შემდეგ კოლხეთის აქტიურობა განეისავა კარგად მოიგოს ცენტრი გამოიწურა გარკვეული სიტყვით თქო გაჩნდა გუნდების სამშობლოების კეთესად ოპნეთ სიცეც და აფეთქოს მარჯვნივ გადადა თამაშს გადაწყვეტა საფრთხეებმა მაგრამ გუნდებმა განსაკუთრებით კოლხეთმა აჩვენა რომ მეორე ტაიმში გოლი შეიძლება არ ვიყოს და შანსი გამოდის იქნება ბექა ხარჩილაძე 33 სულეიმან მეიტე 17 ჯავაძე 35 ტიმოიო ობიში ფარებავა 10 აბუაშვილი 33 ტიმოიოზე და მეორე ტაიმი დაიწყეს ხარჩულიას და ჩიტრაძის ნაცვლად 3 დავით ინაიშვილი და ორი ამოთამაშე მოდიცავალი ფაღავა 23 ნომერს რატი ვიდალა 3 საბოტი ახალად 24 გავიო პერიდა პერიდა პასი შეგვიძლია აქტიურობა სტილობთან უკვე საჯარიმო შეღწევას გაიცან რამდენიმე თეორიული მოთამაშის მაგრამ გოლი შეაჩერეს და ფანგოლი აკნახო ხარებავა რამდენად ზეგარიანი 23 ლადოები 23 ეს პარტიაში კოლხეთზე 9 ატო ჟივიძე აქ კეთება გოგანიშვილი 22 დავით გოგანიშვილი 23 ალთანდრო ბავშვილი 21 მურაბა ბეწელი 27 ბაბა ნუხუ 28 დავსახფათო საწოდება გამოიტანეს ფუნქცი ხელოვნება 28 ნომერი დავით იტალია და 25 ნომერი გიორგი ალახაშვილი ალენგა თავარი მწნელი ჯენერი ხორავა გახდა ასისტენტები ვიდეო ხაჯები არიან ხერხაჯი და გური პლანია და ბუტიაშვილი როგორც ვიხადეთ ლოკალიში გოლის შეულეცის სახელობის სტადიონზე განაჩენილი შეხვედრა უკვე შემდეგ ეს 3 მაისს კოლხეთის მოთამაშეთა მორიგისეულობა საჯარიმოში ჩაწოდებისა აქ კიდევ ერთი გოლი მეორე ტაიმი უკვე ფასია ზურაბიანი აქ პარტინაშვილი და ჯიჯავაძე იბრძვიან ბურთისთვის გაბიტაშვილი
ხედავთ თუ რა აქტიური პრესინგია ახლა კოლხეთის შესრულებით და ალბათ ეს აუდიტური შედეგი გამოთვლილი წინა. უშუალოდ ამან გარშემო სანამ ის მატჩი გაიმართება, არის ასეთი ქულა. ძალიან საინტერესო ტორპედის და ქულას. 12 ქულა, 3 ქულა, 11 გადრა, 10 კოლხეთის. ეს ბალანსი გაიწვა სამ მოგონებს ასეთი საუბრის და დინამო ბათუმში თავისი გამოძიების ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი. ამ სეზონის ბოლოს ძალიან დიდი შანსია, რომ საკმაოდ ბევრ პოზიციაზე ენერგია და მუხტი ნამდვილად თამაში გასაკუთრებით კოლხეთის მოთამაშეები აქტიურობენ, მაგრამ თეორიულად როდესაც გადადის და საკმაოდ ხშირად ასევე დინამიურია კოლხეთი კი ნამდვილად საკმაოდ უპირატესობას ჰქონს. მაგრამ ძალიან საინტერესოა, რომ კარში გაწყვები გუროვი და ორი მომენტი და დავუბრუნდა დაბამახსოვდა. ორტაიმში აბლოში გადმოასწორდა, ნაკლებად საერთოდ თამაში აქტივაველებსაც აფშასი ამ ეპიზოდის გამწვავებისა არ გამოვიდა დამაინტერესებს ყოველია ჰოტელება შეძლეს თავის და რამოსილი მასპინძელთა შემადგენლობა თუმცა დიგრესიებით არც ჯავაძე ასე აბუაშვილზე. აბუაშვილი ფლანგზე წაიღებს